გორში ამილახვარის ქუჩაზე არის საცხობი მზარეულები და ეს მზარეულები არიან მშვენიერი ქალბატონები, რომლებიც ფუსფუსებენ და აცხობენ ხაჭაპურებს, ჩებურეკებს, ღვეზელს და ასე შემდეგ. რო შემოვედი, აი მართლა მივხვდი, რომ რატო ყავს ამ ობიექტს ამდენი მომხმარებელი, იმიტომ რომ საოცარი სურნელია, შეგიძლია დამეხმაროთ. აი ეს რა არის? ქათმის ხორცია? გუდა და რას აკეთებთ ამით? გუდა ქვია. ქათმის შეზავებული ქათმის ფილეთი მზადდება გუდა, კი ბატონო. კულერი გასაწმენდია და იმედია გაწმინდათ გოგოებო. აუცილებლად სოსისიც ბადიანია და ახალია. ვუყურებ ეს ცომები. აი ერთადერთი რაც მე არ მომწონს. ეხლა მოდით აი გულწრფელები ვიყოთ, ხო? აქ მიდის ჭურჭლის რეცხვა, ხელის დაბანა და აქვე დევს აი ესეთი პარკით მრავალჯერად გამოყენებული პარკი არის გადაფარებული ცომზე. და ნახეთ აი არანაირ შემთხვევაში არ შეიძლება, იმიტომ რომ წყალი შეიძლება ჩაიღვაროს. კარგი მაგიდაა, სადაც ცომი მუშავდება, მივესალმები. ქვევით ნუ ფქვილები არის დაყრილი და ჩვეულებრივი მომენტია, როდესაც პატარა ტერიტორია არის, სივიწროვი არის, თავისთავად უფრო ბევრად სწრაფად ისვრება ყველაფერი. ეს არის ფარში? ხო, მაგრამ ქალბატონებო, ნახეთ ფარში, გამოიყენეთ, შედევით მაცივარში. ხელის მოსანაცვლებლადაც არ უნდა დადოთ აქ, იმიტომ რომ მით უმეტეს, როდესაც შეკმაზულია ხახვი არის ძალიან მარტივად ფუჭდება და ბევრად სწრაფად აფუჭებს პროდუქციას. გამწოვი არის გასაწმენდი სასწრაფოდ, იმიტომ რომ გამწოვში ძალიან ცუდი მდგომარეობაა. აი ნახეთ, სულ წმინდავთ, მაგრამ ნახეთ, აი როგორი მიმხმარი და როგორი ისა აქვს, რა ქვია, გამწოვი სასწრაფოდ გასაწმენდია. ფრიტურის ზეთს გამოიყენებთ, კი ბატონო, ეს უკვე კარგია. და იმასაც ეტყობა, ღვეზელებსაც ეტყობა, რომ არის ოქროსფერი არის ისეთი ნორმირებული, არ არის არანაირად აი ნაწილაკებით გაშავებული და ეტყობა, რომ ახალია ზეთი და ხშირად იცვლება. ტილო, ნახმარი ტილო, მაგრამ ნახეთ რა სუფთაა. გამოყენებული. ანუ ესეც ძალიან კარგია და მივესალმები ყველა იმ ობიექტს, რომელიც მომხმარებელს პატივს სცემს და ელემენტარულ რამეებზე არ აკეთებს ეკონომიას. ეს სინებია, სინებით სუფთაა. მოდით დავათვალიეროთ მზარეულების ასორტიმენტი. ხორცის ღვეზელი, ლობიანი, ხაჭაპური ფენოვანი, გუდა, პონჩიკი, მეგრული ხაჭაპური. ნახეთ რა არის კარგი, კი არის უკვე ძველი ეტიკეტი, მაგრამ გაზეთილგაწეპილი, მაგრამ ნახეთ რა არის მნიშვნელოვანი, წერია ყველა ინგრედიენტი, მაგალითად გუდაში არის ხორბლის ფქვილი, ქათმის ფილე, მცენარეული ცხიმი და ასე შემდეგ. ეს არის მოთხოვნა სურსათის ეროვნული სააგენტოსი, ანუ ჰასპის დანერგილია და შესაბამისად აქ ასრულებენ ამ წესებს და ეს უკვე კარგია და მისასალმებელია. ფასებსაც გადავხედოთ, 4 ნახევარი, 4 ლარი, 4 ლარი, აგერ ლარნახევარი მშვენიერი კარტოფილის ღვეზელია. გინდათ შებრაწული ზეთში და გინდათ გამომცხვარი ღუმელში. ყველაზე მეტად რა უყვართ თქვენ საცხობში, აი მომხმარებელი, მე დავინახე რომ პონჩიკებს ყიდულობდა. კიდე რა უყვართ? ყველაფერს ყიდულობენ, ზოგს გუდა უყვარს, ზოგს ფიჩინი, გააჩნია. ეს გუდა არ გამიგია, რა არის ეს გუდა? ქათმის ფილი არის შეზავებული მწვანილებით, ხახვით და ტარხუნაა. და ცომშია. კი, ფენოვან ცომში და ზემოდან ყველი აყრია. აქ არის საპირფარეშო. და ცუდია რომ გარეთ უწევთ გამოსვლა, მაგრამ სხვანაირად ვერანაირად ვერ იქნება და ცუდია რომ გარეთ გამოსვლა უწევთ და დეზობარიერი არ აქვს შიგნით. ეს ეზოა ჩვეულებრივი, რომელიც უკვე ამათ არ ეკუთვნით. ცუდია რომ გარეთ გამოაქვთ და გარეთ უდევთ თავსახურები და ინვენტარი, ეს ყოვლად დაუშვებელია. ახალი მაცივარია, ნუ კულერი ახლა იწყებს შეჭუჭყიანებას, ჯერჯერობით სუფთაა. ყოლში ვნახოთ რა მდგომარეობა, მოდით ყოლში ჩავიხედოთ. მანდა მაინც სახარბიელო არ არის, იმიტომ რომ ყველი ნახეთ ცოტა ზედათავი მომხმარი აქვს და ვიზუალურადაც ეტყობა. აი ესეთი თავსახურები იყოს, აი სადაც კოროზირებულია უკვე და სადაც
ემალი არის ამოტეხილია, ესეთი ქვაბები ობიექტზე არ უნდა იყოს. ყველი არ მომწონს. ყველი ძალიან სრიალებს და ეს ყველი ახალი არ არის. სითხეში უნდა იყოს მოთავსებული და აი აქედან გამომდინარე სითხის უქონლობის გამო სულ აი სრიალა ზედაპირი აქვს, რაც არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. ფარში, რომელიც არის ხახვში და წვანილში შეკმაზული, მისი შენახვისვა და გოგოებო, რამდენია თქვენი აზრით? რავი, 3 დღე მაინც. 3 დღე კი არა, საათებია, ჩემო ძვირფასო, საათები აქვს შენახვისვა და ეს მერე შედეთ. საათები აქვს შენახვისვა და 3 დღე თუ თქვენ დაბასტურმებულ, გატარებულ ხორცს, რომელიც საყინულეში არ არის, ხმარობთ, მაშინ ძალიან მწუხვარ. მაშინ გამოდის, რომ ვადაგასო პროდუქტს ხმარობთ. გაყინულები მოაქვთ ხალბატონო იქიდან ერისონიდან მოდისა გამზადებულები და მე აქ ხმარობ და დიდი ხანი აქ არაფერი არ ინახება. ყოველ დილით ახალი მოაქვთ გაყინულები იქ რო ამზადებენ. მოდის მე შენახული კარგად და მე აქ ჩვენ ხმარობთ მაგ გამზადებულებს. გასაგებია ყველაფერი. მე პატრონებს ვთხარით, რომ ესეთი ცვენა, როდესაც იწყება, ეს კრიტიკულია და აუცილებლად უნდა შეკეთდეს და გაკეთდეს, ჭერი კარგი გაქვთ, იატაკი კარგი გაქვთ, კედლები კარგი გექნებოდათ, ის რო არ ყოფილიყო, მაგრამ მესმის ეს სიცხის გამო არის, პერიოდულად გამწოვი უნდა გაიწმინდოს და აი გამწოვის გაბიდნა, აი ზუსტად გარედანაც გამოსულ ზეთი მეტყველებს და აუცილებლად ეს უნდა გაიწმინდოს. მე ძალიან მომწონს ეს პროდუქცია ვიზუალურად კარგად გამოიყურება. თუ რა ხდება შიგნით სამზარეულოში, თქვენ უკვე ნახეთ მადონას რეპორტაჟში. შესაბამისად, აი შეჯამება ხდება ამ ორი პოზიციის, ჩემი პოზიციის გარედან და მადონას პოზიციის შიგნიდან და უკვე მომხმარებელს აქვს სრული შთაბეჭდილება თუ რა ხდება ამ თუ იმ ობიექტზე. ჩვენ კი გორში ვართ, დავით ამილახვარის ქუჩა ნომერი 10, საცხობი ზარეულები.